მოგესალმებით, დღეს არის უკვე 56 დღე წიგნის კითხვის, მე ვარ ნინო მარკველაშვილი და დღეს უნდა წაგიკითხოთ სათამაშო მოედნის მეფე. წიგნის ავტორი არის ფილის რეინოლდს ნეილორი, ილუსტრაციები ეკუთვნის ნოლა ლანგნერ მალოუნს. წიგნი ეძღვნება ჰენრი ჩარლზს და მის დაიკوابს, ასევე ლელია მანდევილს, რომელმაც იცის როგორ განკურნოს და მოაშუშოს. კევინმა ჩაისვა სპაიდერმენის მაისური, ბეტმენის ტრუსები და ჯინსი, რომელსაც უკანა ჯიბეებზე ცხენის ნალი ჰქონდა მიმაგრებული. მაგრამ თავს მამაცად და იღბლიანად არ გრძნობდა. ქუჩა გაიარა, იმიტომ რომ სათამაშო მოედნისკენ მიდიოდა. უნდოდა რომ პირველად თავით ჩამოსრულებულიყო პირველ ჯერზე, თავით ჩამოსრულებულიყო სასრიალოდ. მაგრამ იქ თუ სემი იქნებოდა, საერთოდ ვერ ჩამოსრიალდებოდა. ძალიან დააგვიანდა. სემი უკვე იქ დახვდა. ვერ შემოხვალ, უთხრა სემიმ. მე ვარ სათამაშო მოედნის მეფე. და უთხრა კევინს, რას გაუკეთებდა მას, თუ სასრიალოზე ჩამოსრიალდებოდა. კევინი სახლში დაბრუნდა. მამა სუპს აკეთებდა. მე მეგონა სათამაშო მოედანზე წახვედი, უთხრა მამა. სემი ამბობს, მე თუ სასრიალოზე ჩამოსრიალდები, თოქს და ბაწარს იპოვის და დამაბავს, უთხრა კევინმა. მითხრა, რომ ხელებსაც დამაბავდა და ფეხებითაც დამაბავდა. ისე მჭიდროდ, რომ ვერასდროს ვერ გავთავისუფლდებოდი. ვაუ, თქვა მამა. მართლა? და სანამ სემი შენ თოკით და ბაწრით დაგაფავდა, რას გააკეთებდი? უბრალოდ ესე იჯდებოდი? კევინს გაახსენდა, როდესაც საკუთარი კატისთვის ჯემპრის ჩაცმას ცდილობდა. რა შვებოდა კატა? ჩემ ფეხებს და ხელების ქნევას დავიწყებდიო, თქვა მან. მართალია, თქვა მამა. ეს არის ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლებოდაო. მეორე დღეს კევინი ისევ წავიდა სათამაშო მოედანზე და ეხა საქანელებამდე შეძლო მისვლა. აქ ვერ ითამაშებ, დაიყვირა სემიმ და გაიქცა მისკენ. მე ვარ საქანელების მეფე. და კევინს უთხრა, რას გაუკეთებდა, თუ საქანელაზე დამჯდარს დაინახავდა. კევინი სახლში დაბრუნდა და კიბეზე ჩამოჯდა. მამა მანქანას რეცხავდა. მე მეგონა სათამაშო მოედანზე წახვედი. დაუძახა მამა. კევინმა თავი გააკნია. სემი მეუბნება, მე თუ საქანელებზე ვიქანავებ, ამოთხრის მიწას და შიგნით ჩამსოს. მითხრა, რომ იმ სიღრმე ორმოს ამოთხრის, რომ იქიდან ვერასოდეს ამავალო. წარმოიდგინა ხო, როგორ ჩასვამდა ორმოში. მამამ გაიღიმაოდა. და როგორ ფიქრობ, რამდენი დრო დაჭირდება სემის, რომ ორმო ამოთხაროსო? კევინს გაახსენდა მამას რომ ეხმარებოდა ორმოების ამოთხრაში, რათა ღობეები ჩაესვათ უკანა ეზოში. დიდი დრო დაჭირდება, უპასუხა მან. და რას გააკეთებ, სანამ სემი თხრის? შენ რას გააკეთებდიო? მე აი ამ მიწას ისევ უკან ჩავყრიდიო. ცოტა ჩაიცინა სემი. მართალია, უპასუხა მამა. ეს არის ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთება შეგიძლებოდა. მომდევნო დღეს კევინი ისევ წავიდა სათამაშო მოედანზე და შეეცადა ასაცოცებლებზე ასვლას. აქ ვერ ითამაშებ, მე ვარ ასაცოცებლების მეფეო. დაიყვირა სემიმ და კევინს უთხრა, რას გაუკეთებდა, თუ კიდე ერთხელ დაინახავდა აცოცებულს. კევინი სახლში წავიდა და ხეზე, ნეკერჩხლის ხეზე აძვრა. მამა ბაღში მუშაობდა. მე მეგონა სათამაშო მოედანზე წახვედი, უთხრა მამა. სემი მეუბნება, მე თუ ავცოცდები ასაცოცებელზე,
ჩემს სახლში მოვა და ყველა კედელს და ფანჯარას აგვიჭედებს ლურსმნებით და ჩვენ სამუდამოდ შიგნით ვიქნებით დამწყდეულიო. კევინმა მამას შეხედა და ორივეს სიცილია უტყდა. და სანამ სემი ერთ კარს აჩაკუჩებს, ხო, ლურსმნების აჭედებს, ჩვენ მეორე კარიდან გავალთო, თქვა კევინმა. მართალია, თქვა მამა. შემდეგ დილას კევინმა კვლავ ჩაიცვა სპაიდერმენის მაისური, ბეტმენის ტრუსი და მისი ჯინსები, რომლის ჯიბესაც ცხენის ნალი არის მიმაგრებული. ოდნავ სიმამაცე იქნა და ოდნავ მეტი იხბალი. გაიარა ეს ქუჩა, სადაც სათამაშო მოედანი იყო. გული ბაგიბუგობდა. სემი თავისთვის იჯდა ქუჩის მოედანზე. დიდი ქუჩის მოედანი იყო, მაგრამ როდესაც შიგნით სემი იჯდა, იქ თამაში არავის უნდოდა. კევინმა ნელ-ნელა ნაბიჯი გადადგა. აქ ვერ ითამაშებ დაიყვირა სემიმ, როდესაც დაინახა. მე ვარ ქუჩის მოედნის მეფეო. კევინმა მეორე ფეხით ჩაყო სილის ყუჩი. სახში წადი ეხავე, დაიყვირა სემიმ, კიდე უფრო ხმამაღლა. შენ თუ აქ თამაშს გაბედავ, ჩაქსვამ გალიაში, სადაც დათოვები ისხდებიანო. კევინი ბოლომდე გასწორდა ქუჩის მოედანზე. და მერე უკან შევაჯდები და სხვადასხვა ტრუკებს და ილეთებს ვასწავლიო, უთხრა მან. სემი გაუქმდა. ვერა დაიყვირა, იმიტომ რომ ისინი ველური დათვებია იქნებიან. და მაშინ შევეკვეხები აი ამ მაშინ რა ქვია გალიაში და გამოვძრებიო. ვერა, იმიტომ რომ შენ ძალიან დიდი ზომის ხარ და ვერ გამოეტევიო. მაშინ ჯადოსნურ აბს დავლევ, რომ დამაპატარავოსო, თქვა კევინმა და გაიღიმა. შემდეგ კიდე გალიიდან აუცილებლად გამოვძრები და გავიქცევიო. ვერა დაიღრიო სემი, მე გამოგეკიდები და მე დაგიჭერ და ჩაქსვამ ნაგვის ურნაშიო. და მაშინ ისევ ამ ჯადოსნურ აბს დავლევ, მე დიდი ზომის გავიზდები და მანქანით გავიქცევიო. ვერა კომწორდა ღრიელდა სემი. მაშინ წავალ ჯარისკაცებთან, ავიღებ ტანკს, გამოგეკიდები და ოკეანეში გადაგაგდებ მანქანიანით. სცადეო, უთხრა კევინმა. სემა შეწყვიტა ღრიალი. რა? სცადე? და კევინი წინ აი ესე დაუჯდა. დაიწყო გვირაბის ამოთხრა ქვიშის მოედნის ერთ ბოლოში. რაღაც პერიოდით სემი ხმას არიღებდა. და მერე მანაც დაიწყო გვირაბის ამოთხრა მეორე ბოლოში. უფრო სწრაფად, უფრო ღრმად, თხრიდან, სანამ ბუმ! თავებით ერთმანეთს შეეჯახნენ შუაში. კევინმა ხმამაღლა გაიცინა. ზუსტად არ იყო დარწმუნებული, მაგრამ თითქოს იქნა, რომ სემისაც ოდნავ ჩაეღიმა. მე ყველაზე დიდ კოშკს ავაშენ, ციხესიმაგრეს ავაშენებო, თქვა კევინმა და დაიწყო თხრა. ჰა, უთხრა სემი. მაშინ კოშკიც უნდა კონდესო, ხო? ეკნებაო, ასევე ხიდიც უნდა გავაბათო, ეკნებათო. გარშემო კიდე ესეთი თხრილიც უნდა გავაკეთოთო, სადაც მდინარე იმოძრავებსო. ეკნებაო, უთხრა კევინმა. მომეხმარე ამის აგებაშიო. არა, უთხრა სემიმ, მაგრამ დაეხმარა. რამხელა გზა გაიარა კევინმა, რომ ბოლოს და ბოლოს თამამად ეთამაშა იქ, რომელიც ყველას ეკუთვნის, ხო? სათამაშო მოედანი. ყველასთვის არის ზუსტად. რა საინტერესო, როგორ ეხმარებოდა მამა, როგორ გონებაში, როგორ აჩვენა. ოკეი, რაც არ უნდა შემოგთავაზოს, ყოველთვის შეგიძლია შენ რაღაცა გააკეთო.
და ნელ-ნელა სიმამაცე მოემატა, გამბედაობა მოემატა და დაელაპარაკა. მე ერთადაც კი ითამაშეს. ეს იყო და ეს გემშვიდობებით შევხვდებით